Am ლექციაში ჩვენ განვიხილავთ ორ საკითხს. ეს არის მმართველობის რეფორმა და სამთავრობის გაუქმება. თითქოს ეს ორი საკითხი მაინდა-მაინც ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული, მაგრამ რაღაც დროით ემთხვევა და თანაც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მაინც რუსული მმართველობის, რუსული ხელისუფლების მიზანდასახულობაზე და მის მოქმედებაზე მე-19 საუკუნის შუა წლებისათვის. რა შეგვიძლია ჩვენ თქვათ რუსული მმართველობის შესახებ? გარკვეული წარმოდგენა უკვე გვაქვს ბუნებრივია შექმნილი. ჩვენ დაუთმეთ, როცა რუსულ კოლონიალიზმზე ვისაუბრეთ, მისი თავისებურებები გამოვკვეთეთ. აი ქონდა სწორედ საუბარი იმაზე, რომ რუსული მმართველობა ერთი ხასიათდებოდა სამხედრო ადმინისტრაციული სისტემით, ანუ პრინციპში ასეთ ხასიათს ატარებდა ისა, და პრინციპში მართავდა ქვეყანას საქართველოს როგორც სამხედრო უწყება. მე ვერ ვიტყვი, რომ სხვა შემთხვევაში იქნებოდა იოლი ქართველი ხალხისათვის რუსულ მმართველობასთან შეგუება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო აძნელებდა, ართულებდა ურთიერთობას, შეუძლებელსაც კი ხდიდა და თუ გაიხსენებთ მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის განმათავისუფლებელ მოძრაობებს, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს აჯანყებები დიდწილად პროვოცირებული იყო რუსი მოხელეების, მმართველების, როგორც ცენტრალური, უფრო ისე ადგილობრივ დონეებზე, მათი მოქმედებით, მათი დამოკიდებულებით მოსახლეობის მიმართ. ეს ერთი ვიცით უკვე ჩვენ. მეორე ვიცით, რომ ეს მმართველობა ყველანაირად ცდილობდა სხვა ადგილობრივი ხალხები არ ჩაერთო, არ დაეშვა რუსულ მმართველობაში და თუ რაღაცნაირად ეს მაინც ხდებოდა, უბრალოდ რუსეთის ხელისუფლება იძულებული იყო შეგუებოდა ასეთ ფაქტებს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან ძნელია თავი მოქონდეს ხალხზე მზრუნველად და ვიცით ჩვენ მანიფესტის პათოსი და აღარ გავიმეორებ რას გულისხმობ და მეორე უბრალოდ მართავდე ქვეყანას ისე რომ საერთოდ ანგარიში არ გაუწიო თუნდაც ფორმალური მოსახლეობას და რაღაც სათქმელად მაინც არ აქონდეს რომ ჩართული ყავს ესე თუ ის თავადაზნაური მმართველობაში და უფრო ძირითადად კი ეს ჩართვა ხდებოდა იმის ენობრივი ბარიერის გამო. რუსებმა არ იცოდნენ ქართული, არც ცდილობდნენ ესწავლათ და არც ქართველებმა იცოდნენ მაინდა-მაინც მმართველთა ენა და გარკვეულწილად შუამავლის ფუნქციას ასრულებდნენ ქართველები ამ მმართველობაში. ჩვენ წინა ლექციებზე გვქონდა საუბარი, რომ მეტი ფუნქცია, მეტი მნიშვნელობა, მეტი დანიშნულება მათ არც ჰქონდათ. საქმე ეხება სამოქალაქო მმართველობას, რომელიც სამხედრო ხასიათის იყო, მაგრამ მაინც ესე ვთქვათ სამოქალაქო მმართველობად ითვლებოდა. უფრო მეტი ასპარეზი ქართულ თავადაზნაურებს ჰქონდათ სამხედრო სფეროში და იქ გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ, იმიტომ რომ მე-19 საუკუნემ არაერთი გენერალი მოგვცა, ოღონდ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მოგვცა რუსეთის ჯარის ქართველი გენერლები და არა ქართული ჯარისა, რომელთა სამხედრო დამსახურებებიც დიდია რუსეთის იმპერიის წინაშე. იმით რომ ეს ადამიანები იბრძოდნენ ამ იმპერიის შემდგომი გაძლიერებისათვის და მათი ნაწილი კიდევ იბრძოდა იმისთვის, რომ ახალი ტერიტორიები დაემორჩილებინა ამ იმპერიისთვის, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ რაღაცნაირად არ ვაპირებთ არავის განსჯას, იმიტომ რომ ეს თემა არის, რომელიც სხვაგვარ მიდგომას თითქოს მოითხოვს და არა უბრალოდ აღწერას, ამიტომ ამაზე შევწყვეტ ახლა საუბარს. მეორე მხრივ თვითონ რუსი ხელისუფალნი თვლიდნენ, რომ არ შეიძლება მმართველობა, რომელიც ესე სწრაფად, ესე უეცრად დამყარდა 1801 2 წლიდან მოყოლებული, მთელი 40 წლის განმავლობაში იყოს უცვლელი, იმიტომ რომ თავიდან ეს მმართველობა აღიქვებოდა როგორც სასწრაფოდ შექმნილი დროებითი მმართველობა, სანამ რუსეთი მოაგვარებდა ბევრ პრობლემას, სანამ რუსეთი უზრუნველყოფდა დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებას, სანამ არ გაივლიდა რაღაც საშიშროებები, ვთქვათ, ქართლ-კახეთის ან იმერეთის დაკარგვისა. მაგრამ გაიარა ათეულობით წლებმა და ეს
ანტიხალხური, ანტიეროვნული, რუსიფიკატორული ეს თავიდანებოთ ამას ეს მუდმივად რჩება რუსული მმართველობის სამხედრო ხასიათი მმართველობისა უკვე აშკარად მოძველებული ჩანდა და თვით რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი როგორ გარდაექმნა ის თვალსაზრისით რომ უფრო ეფექტური გაეხადა თქვათ კავკასიის მართვა ამაზე ფიქრი ადრეც იწყება, მაგრამ პირველი ისეთი რეალური ნაბიჯები უკვე 40-იანი წლებიდან იდგმება და ამ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს ის რომ 1840 წელს კავკასიის სამხრეთ კავკასია გაიყო ორ გუბერნიად, ორ ერთეულად, ეს არის საქართველოს იმერეთის გუბერნია და კასპიის ოლქი. რაიმე ეფექტი რომ ასეთ დაყოფას არ მოყოლია იქიდანაც ჩანს რომ მალე ეს დაყოფა შეიცვალა მაგრამ ეფექტი ვერც მოყვებოდა იმიტომ რომ ორ გუბერნიად დაყოფდი თუ 10 გუბერნიად თუ მართლობის პრინციპი არ შეიცვლებოდა შედეგი მაინც უარყოფითი იქნებოდა ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში კიდევ ერთი საკითხი გვაქვს ჩვენ განსახილველი ეს დაყოფა იყო რაღაცნაირად ისეთ დაყოფა ტერიტორიული რომ არავითარ არ ითვალისწინებდა ცხოვრები ხალხების ინტერესებს მაგალითად საქართველოს იმერეთის ჯერ თვითონ დააკვირდით სახელს თითქოს იმერეთის საქართველოს არ არის ამ შემთხვევაში საქართველოში იგულისხმება აღმოსავლეთ საქართველოს იმერეთი თითქოს ცალკე დგას მაგრამ თავი დავანებოთ ეს არის იმპერია რომელმაც 1882 წელს საერთოდ დაგრძელა სიტყვა საქართველოს გამოყენება რო ვიცოდეთ ამას თავი დავანებოთ და მეორე არის კასპიის ოლქი ხომ აი ამ ორ გუბერნიაში ამ ორ ადმინისტრაციულ ერთეულში უბრალოდ განაწილდა სომეხი მოსახლეობა ანუ ერთი შეხედვით რაღაცნაირი ტერიტორიული პრინციპი რომელიც საქართველოს მოიცავს თითქოს არის მაგრამ საქართველოს იმერეთის გუბერნიაში შედიოდა სომხეთის ძირითადი ტერიტორიები ნაწილი ხოლო რაღაც ნაწილი შედიოდა კასპიის ოლქში სადაც აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობდა ასე რომ ესეთი მიდგომაც კარგად მეტყველებს იმაზე ნათლად მეტყველებს იმაზე თუ როგორ ითვალისწინებდა ეროვნულ საკითხს ეროვნულ პრინციპს რუსული მმართველობა ის რომ ეს ფორმა უარგისი აღმოჩნდა აი ამაზე კიდევ მიუთითებს 1856 წელს ახალი დაყოფა კავკასიის რეგიონისა კერძოდ საქართველოს იმერეთის გუბერნია გაიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად თბილისის გუბერნიაში აღმოსავლეთ საქართველოს მიწა-წყალთან ერთად ისევ შედის სომხური ტერიტორიები და ნაწილობრივ აზერბაიჯანული ტერიტორიებიც მისი დასავლეთი ნაწილი და ეს შეუსაბამობა იმდენად ცხადი იყო რომ 1859 წელს შეიქმნა ერევნის გუბერნია და ის გამოეყო თბილისის გუბერნიას. ხო ჩვენ შეიძლება ამ საკითხებზე არ გაგვემახვილებინა ასე დაწვრილებით ყურადღება, იმიტომ რომ დღეს 2011 წლისთვის ავითარი მნიშვნელობა შეიძლება არ აქვს, თქვათ კონკრეტულ წლებს, კონკრეტულ საკითხებს, გადაწყვეტილებებს რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა შეიძლება არ აქვს, უბრალოდ მე ეს მოვიყვანე იმისთვის, რათა მეჩვენებინა, რამდენად როგორი არა ანტიეროვნული იყო, ანტიხალხური იყო რუსული მმართველობა, რომელსაც არაფრად არ წარმოედგინა, მაგალითად, სომეხი ხალხის გაყოფა ორ ნაწილად, ერთი, თქვათ, საქართველოს იმერეთის გუბერნიაში, მეორე კასპიის ოლქში, რომელიც თვითონ ქართველი ხალხის დაყოფას, ტერიტორიულ დაყოფასაც ყოველგვარი პრინციპებს და სწორ მიდგომების გარეშე ახდენდა და თავისთავად მიდგომაც იყო ისეთი რომ მე მიგაქცევინეთ ყურადღება თვით ტერმინში დასახელებაში საქართველოს იმერეთი თითქოს ორი განსხვავებული მხარეა, ორი განსხვავებული ქვეყანა, სხვადასხვა ქვეყანა და სხვადასხვა ხალხია, ქართველები და იმერლები. უბრალოდ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ შემთხვევით არ ყოფილა რუსეთი ხშირ შემთხვევაში ესეც მოიხსენიებდა ქართველებად აღმოსავლეთ საქართველოს ცხოვრებლებს და იმერლებად, თქვათ, იმერეთის მცხოვრებლებს და ნაკლებად უწოდებდა მოიხსენებდა მათ როგორც ქართველებს. აი ეს ცდილობებიც დასრულდა სრულიად უშედეგოდ
და უფრო რეალური არ იყო, უფრო მნიშვნელოვანი, უფრო სწორად იყო ის, რაც მოხდა 1854 წელს, როდესაც კავკასიის რეგიონი გამოცხადდა სამეფის ნაცვლად და მას სათავეში ჩაუდგა მიხეილ ვორონცოვი. მიხეილ ვორონცოვის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი, რომ ეს იყო ძალიან კულტურული, განათლებული ადამიანი, რომელიც ნაკლებად გავდა თავისი აზროვნებით, თავისი მოქმედებით ცნობილ რუს სალდაფონ მმართველებს, პასკევიჩს, ერმოლოვს და სხვებს. ოღონდ მისი მიზანიც იგივე იყო და ამ რეფორმის მიზანიც იგივე იყო, რაც პასკევიჩის, ერმოლოვისა, პავლიჩისა თუ სხვებისა. ანუ ყველაფერი ეს ცვლილება აიწონებოდა, იქნებოდა შეფასებული დადებითად, იმ თვალსაზრისით დააჩქარებდა ის ქართული ხალხის რუსიფიკაციას, ზოგადად კავკასიის მეტ ინტეგრაციას რუსეთთან თუ არა. ხელისუფლებამ გააკეთა ერთი სწორი დასკვნა, სწორი გადაწყვეტილება, ისევ მისდა სასარგებლოდ პრინციპში, რომ მისი მმართველობის 40 წლიან პერიოდს ძირითადი მიზნის მიღწევის თვალსაზრისით, რასაც ქვეყნის რუსიფიკაცია ჰქვია, შედეგი რეალურად არ გამოუღია. გარუსების პროცესი კავკასიის რეგიონში მაინდამაინც შორს არ წასულა, მოსახლეობაში რუსი კვლავ დამპყრობლად და მტრის ხატად აღიქმება და პრინციპში ეს დუღილის ტემპერატურა შეიძლება ისეთი მაღალი არ არის 30-იან წლების ბოლოსა და 40-იან წლების დასაწყისში, როგორც ეს თქვათ საქართველოს მაგალითზე მე-19 საუკუნის დასაწყისშია. მაჯანყებებს გულისხმობ, რომელზეც ჩვენ საუბარი ვქონდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც რაიმე საიმედო რუსეთისთვის ტენდენცია არ აჩანს, ანუ ასე შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი 40 წელი და უბრალოდ ეს პოლიტიკა გარუსებისა უშედეგოდ დასრულდეს. ამიტომაც და რა იწვევს ამას? აი ეს კითხვა არის ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი პასუხგასაცემი ხელისუფლებისათვის. იწვევს ის, რომ თუნდაც ხელისუფლება, რომელიც საქართველოში და ზოგადად კავკასიაშია, ადგილობრივი, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხისათვის არის უცხო ხელისუფლება, არის არა მარტო უცხო ძალა, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალა, რომელიც ზღუდავს ქართულ მოსახლეობას, დამყარებულია მის ჩაგვრაზე და კაცმა რო თქვას, თრგუნავს მის პატრიოტულ ეროვნულ შეგრძნებებს. როგორმე საქმე ისე უნდა წავიდეს, ეს არის ამოცანა ამ რეფორმისა, რომელსაც საბოლოო ჯამში კავკასიის სამეფის ნაცვლოს და ასეთი მმართველობის დამყარება მოჰყვა და უშუალოდ შეირჩა, ამ პრინციპით შეირჩა მიხეილ ვორონცოვი და არა შემთხვევით, ბუნებრივია. მიზანი არის, რომ აი ეს დამოკიდებულება შეიცვალოს საპირისპირო განსხვავებული დამოკიდებულებით, რომ რუსულ მმართველობაში არ ეძებდეს მოსახლეობა მტრულ მმართველობას, ანუ დაპირისპირებას მმართველობისადმი თანდათანობით სვლიდეს შეგუება და მონაწილეობა მართვის პროცესში, რომლის იდეაც, რა თქმა უნდა, რჩება იგივე. ანუ იდეა უკეთესი პირობების შექმნა რუსიფიკაციისათვის. აი ამ თვალსაზრისით, ამ გეგმის, ამ რთული გეგმის განხორციელება ნებისმიერს ბუნებრივი არ შეეძლო. რომ ამ შემთხვევაში ძალაზე მეტად საჭირო იყო მოხერხება, ძალაზე მეტად საჭირო იყო დიპლომატია, ლავირება რუსეთის სახელმწიფოს ძირითად ინტერესსა და ქართველი ხალხის კერძო ინტერესებს შორის. ასეთი მმართველობის განხორციელებისათვის უნდა შერჩეულიყო სპეციალური კადრი, ანუ ადამიანი, რომელსაც ეს თვისებები ექნებოდა
და ზუსტად აი ამ თვისებების მატარებლად ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს ნიჭიერი მართველი უდაოდ და ნიჭიერი დიპლომატი, თუმცა ისეთივე რუსიფიკატორი და კოლონიზატორი, როგორიც მისი წინამორბედები იყვნენ. ანუ მე მხედველობაში მაქვს მიხეილ ვორონცოვი.